კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული პრობლემები. გარემოს დაცვის ექსპერტების ინფორმაციით საქართველოში სეზონისთვის შეუფერებელი დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. გახშირებული წვიმები კი აგროვადების გადავადებას იწვევს, რაც სოფლის მეურნეობის დარგს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. მიმდინარე პროცესები სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. საქართველოში მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ადაპტაციური ღონისძიებების გატარების საჭიროებებზე საუბრობს. კავკასიის რეგიონში და საქართველოში საკმაოდ დაბალია ტემპერატურები. Როგორც ამბობენ, ეს ჩრდილოეთიდან მოსული გარკვეული, ხმელთაშუა ზღვიდან მოსული ნალექია უფრო მეტად, ძალიან ძლიერი და არ ვიცით, უბრალოდ ზუსტად არავინ არ იცის რა პროცესები დაიწყო. რა შეიძლება იყოს მიზეზი? პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის კლიმატის ცვლილება და ის ცვლილება, რაც ფიქსირდება მთელ დედამიწაზე. მეორე, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გარკვეული ზოგიერთი ექსპერტების მიერ ხდება ამის დაფიქსირება იმ გაფრქვევებიდან გამომდინარე, რაც მოხდა ჩვენ ჩრდილოეთით და ასე ვთქვათ სამხრეთითაც, იმ აფეთქებების შედეგად, იმიტომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობი დაიწვა ახლოს ჩრდილოეთის მხარეს, საკმაოდ დიდი დაბინძურება იყო ტუაფსეში. ეს არ შეგვეხო ჩვენ, მაგრამ რაღაცა ზემოქმედება შეიძლება იქონია მიკროკლიმატზე. ჩვენ ზემოქმედებას ვერ ვახდენთ ატმოსფეროზე და ჩვენი ამოცანა, რაც ზოგადად არის გამოსავალი, ერთადერთი, რაც ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიჯეროთ, რომ კლიმატის ცვლილება ეს არ არის მითი, ეს სინამდვილეა. და ჩვენ ადაპტაციური ღონისძიებების გეგმები ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში ესეთი ღონისძიებების გეგმები არ არსებობს. ეს შეეხება როგორც სოფლის მეურნეობას, ეს შეეხება საწარმოებს და ჩვენი ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობა გამოდის იმ ინიციატივითაც, ჩვენ ამას ვაპირებთ, რომ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რომ იმ პროცედურაში, რომელსაც ქვია გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახალი მუხლი დაემატოს. არა ის, რომ იქონიებს თუ არა ეს თუ ის საქმიანობა კლიმატზე ზემოქმედებას, არამედ რა ზემოქმედებას იქონიებს შეცვლილი კლიმატი ამ საწარმოზე.